თუ ადამიანი სულიერად მოღვაწეობს და მისი ყოველი დღე არის უფალთან საუბარი და ის საქმეების მცდელობა, რომელიც უფალთან დაახლოვებს, რა თქმა უნდა, მისთვის ჭამა და არ ჭამა, რა თქმა უნდა, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ ამასაც უნდა დაუკვირდეთ და ჩავიხედოთ ჩვენ გულში, რამდენად ეს დაგაგებული არის ჩვენში. აი, სახარებაში როგორც წერია, რომ როდესაც მარხვა დაიწყებო, იქნები მარხულიო, კინო დამწუხრდებიო, არამედ დაიბანე პირიო, ზეთი იცხეო. ანუ ეს რას ნიშნავს? აი, სწორთას მაგას ნიშნავს, რომ მეუფისკენ, ღმერთისკენ სვლა არის. ამიტომ სასიხარულო მდგომარეობა, თუმცაღა მოდი ახლა განვიხილოთ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როგორი უნდა იყოს სწორად ღმერთისკენ მიმართული. საკუთარი ცოდვების შეგრძნებით ადამიანი, როდესაც არის დამძაბლებულ მდგომარეობაში, აი აქედან და მოიხილავს რა თავის თავში დაცემულ ბუნებას და იმ დაზიანებას, რომელიც ამ დაცემული ბუნებიდან ადამიანს შეემთხვა და მიდრეკილება ცოდვისაკენ, აი ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი ხვდება თავს სულიერად, აი შინაგანი დამოკიდებულება როგორია, თავ დახრილი ღვთის წინაშე, რომ უძლურია მიდის ღმერთთან და ითხოვს მოწყალებას ღვთისგან. და ეს მოწყალება არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოდის ჩვენში თავმდაბლობის შემთხვევაში და განსწმენს, განანათლებს, ანუგეშებს ადამიანს.